სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. მაცხოვარი ხშირად ესაუბრებოდა ადამიანებს იგავებით. და ამ იგავებით ადამიანი კიდევ უფრო კარგად იგებდა სულიერი ცხოვრების შესახებ. ერთ-ერთი იგავი, რომელიც ჩვენ დღეს ამოვიკითხეთ, არის თესველის იგავი. ძალიან მნიშვნელოვანია. ამ იგავის ბოლოს მაცხოვარი ეუბნება, თუ ეს ვერ გაიგებთო, მაშინ სხვასაც ვერ გაიგებთ. აი როგორც საფუძველი შეიძლება ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ახლა უფალი საუბრობს. აი შედარება რომ გავაკეთოთ მაცხოვარი რასაც ადარებს, ესე იგი ადამიანმა რაღაცა ნაკვეთი რო იყიდოს, ბაღი რომ შეიძინოს. თავდაპირველად ეს ნაკვეთი როგორც წესი არის ხოლმე ზოგი ეკალბარდებით არის სავსე ქაღორღია რაღაც გასასუფთავებელი ნაკვეთი რო იყიდოს ერთი სიტყვით. პირდაპირ იქ თესვას ადამიანი არ იწყებს, არამედ იმას ასუფთავებს. აი ჩვენ როდესაც მოვდივართ ეკლესიურ ცხოვრებას რომ ვიწყებთ, მეტად თუ ნაკლებად ჩვენი გულიც ასეთია. ჯერ იქ ხედავთ ცოტა დიდი ლოდები თუ სადმაყრია, ჩვენში დიდ ცოდებს აღმოვაჩენთ ხოლმე უფრო უხეშად რაც ჩანს. და მერე მივდივართ იმ პატარა კენჭებამდეც და იმაშიც გამოგვაქვს იმ ბაღიდან ხომართალია ესე ხო არ ტოვებ და ჩვენი გულიც ესე ადამიანი თავიდან იმ დიდ ცოდებს ხედავს, მერე ნელ-ნელა იმ დიდებს რომ მოვაცილებს, მერე გაიხსნება სულიერი თვალი და იმ პატარებსაც დაინახავს. და შრომა ჭირდება რომ ეს გამოიტანოს იქიდან, იმ ბაღიდან, მოხნას, გააფხვიეროს, რომ მოამზადოს რაღაცის დასათესად. სხვანაირად უგუნური უნდა იყოს ადამიანი, რომ პირდაპირ შევიდეს და ორმოები, ბუდნები გააკეთოს და რაღაცის დათესვად დაიწყოს. ეს ნიშნავს, რომ თბილად წყალში უნდა ჩაყაროს შრომა. სამოთხეში ადამს და ევას ღმერთმა უთხრა, რომ დაემუშავებინათ ედემის ბაღი და დაეცოთ იგი. ეს ბაღი ჩვენ შემთხვევაში და ასკეტურ ლიტერატურაში ხშირად ხვდება, არის ჩვენი გული. ადამიანს დღესაც აქვს ეს საშრომი, რომ საკუთარი გულის ბაღი უნდა დაამუშავოს და უნდა დაიცოს. აი მაცხოვარი დღევანდელ სახარებაში გვეუბნება, რომ გამოვიდაო თესველი დასათესად და აი ამ თესვის დროს ზოგი მარცვალი დავარდა გზაზე და დაითრგუნა ეს მარცვალი ბოლოს ჭიტებმა აკენკეს. ზოგი დავარდა კლდიან ადგილზე, სადაც აღმოსცენდა, მაგრამ რადგან იქ ფესი ვერ გაიდგა მიწის სიმცირის გამო, ზემ რომ დააწყურნა და ფესვებმაც ვერ მოუმართეს, ხელი ჯანი არ ჰქონდა, ის გახმა. ზოგი დავარდა ეკლიან ადგილზე. ეკლებში გახარებული მცენარე თქვენ არც მე და არც თქვენ არ გინახიათ, ადამიანი გათოხნის მოაცილებს ხოლმე და ხელი შეუშალეს, ვერ გამოიღო ნაყოფი და ზოგი დავარდა კარგ ნიადაგზე და როგორც რომ შევაჯეროთ, ესე იგი მახარებელთა შევავსოთ, ზოგმა გამოიღო 30 წილი, ზოგმა 60 და ზოგმა 100 წილი. ბოლოს ამბობს, ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოსო. და ვინც გამოიღო ნაყოფიო, გამოიღო მოთმინებით. მოთმინებით გამოიღო ნაყოფი. ახლა მოციქულები ეკითხებიან, რომ რას ნიშნავს ეს იგავი და მაცხოვარიც განუმარტავს, რომ ის თესლი, რომელიც ითესება ჩვენს გულებში, ჩვენი გულია ეს ნიადაგი, სხვადასხვა გვარად დახასიათებული მაცხოვრის მიერ. ეს არის ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა ითესება ჩვენს გულებში, როდესაც ჩვენ ქადაგებას უსმენთ, როდესაც ჩვენ სახარებას ვკითხულობთ, წმინდა მამათა ნაწერებს ვკითხულობთ. ამ დროს ღვთის სიტყვა ითესება, როდესაც ლოცულობთ, ამ დროს ითესება ჩვენს გულში ღვთის სიტყვა. მაგრამ ზოგის გული გავს გზას და ესეთი ადამიანები არიან, ვინცო მოისმინა ღვთის სიტყვა, მაგრამ ეშმაკი მოვიდა და დაავიწყა ეს სიტყვა.
რომ არ ერწმუნა და არ ცხონებულიყო. ახლა ზოგჯერ არის რომ ჩვენ წირვიდან წავალთ და წირვაზე რა მოვისმინეთ, არასახარება იყო, ან რა ლოცვა მოვისმინეთ, ადამიანს უკვე მოსტაცა ეშმაკ, მაგას კი ახსოვს. წესით კი ასე უნდა იყოს, რომ უნდა მიდიოდეს ადამიანი და ფიქრობდეს იმაზე, რა მოვისმინე და ეს ჩემი ცხონებისთვის რამდენად, ესე იგი, როგორ გამოვიყენო ჩემი ცხონების საქმეში ის, რაც მე მოვისმინე. ხო, შემთხვევით ხო არაფერი არ ითქმება. თან მით უმეტეს ჩვენ იმ სახარებას განმარტავთ, რაც ეკლესიამ დაადგინა, რომ იმ დღეს უნდა იკითხებოდეს. ზოგი დავარდაო კლდიან ადგილზე. ესენი არიანო ის ადამიანები, ვინც მოისმინა ღვთის სიტყვა და სიხარულით მიიღო და გადაწყვიტა, რომ აი შეასრულოს ამას შეასრულებს. მაგრამ ძირი არ აქვს, ზე რომ ამოვიდა, რომ განსაცდელის წინაშე დადგა, იქ უკვე აღარ ყოფნის ძალა და ნაყოფი ვერ გამმა. აი მაგალითისთვის ამბობ. დაუშვათ ადამიანი ფიქრობს, რომ ეხლა ხო ვერ მოვითმინე, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს. სხვა დროს ვეცდები, რომ აი რა კარგია, რომ სიმდაბლით შეხვდები, მოთმინებით შეხვდები და სხვა დროს მოვითმენ. მაგრამ იმ სხვა დროსაც ვერ ითმენს. ან იტყვის, რომ მოდი დღეიდან უფრო მეტად მოწყალე გავხდები, უფრო მეტად შვიდი გავხდები, უფრო მეტად დაუშვათ ლოცველი გავხდები. უნდა რომ გააკეთო, სიხარულით იღებს ამ სიტყვას, მაგრამ ძირი არ აქვს. და განსაცდელის დროს უკან გარბის, ესე იგი. ზოგი დავარდა ეკლიან ადგილზე და ამ ეკლებში მაცხოვარი სამ რამეს გულისხმობს. ერთი არის საზრუნავები. ახლა უზრუნველი და უდარდელი არ უნდა იყოს ქრისტიანი, მაგრამ იქ სადაც სულიერსა და ხორციელს შორის არის არჩევანი გასაკეთებელი, იქ ნახეთ უფალი რას ამბობსო. პირველად თუ სასუფეველი ეძებეთო და დანარჩენი ყოველივე შეგეძინება თქვენი. შეხედეთო ცისფრინველებსო, ისინი არ შრომობენ, არ იმკიან, ბეღლები არ აქვთ რომ შეაგროვოს. მაგრამ თქვენი ზეციერი მამა ზრდის მათ და რამდენად თქვენ უმჯობესი ხართ ამ ფრინველებისა. ადამიანი ღმერთმა სამყაროს გვირგვინად შექმნა. შეხედეთო ველის შროშნებსო, რომელიც დღეს არისო და ხვალ თონეში უნდა ჩააგდონ და დაიწონ. სოლომონ მეფეც კი არ შემოსილაო მთელი თავისი დიდების დროსო ისე შენივრათო, როგორც ეს ველის ყვავილები ერთი დღის ყვავილი. ახლა სოლომონ ბრძენი რატომ მოყავს მაგალითად, რომ სოლომონ ბრძენი დადგა ამ არჩევანის წინაშე. როდესაც ის მეფე იყო, სიზმრისეულ ჩვენებაში უფალი გამოეცხადა. მე ახალი დადგენილია მეფე დავით მეფსალმონის შვილი სოლომონი. და უფალი ეკითხება, რომ თხოვეო რაც გინდა. და სოლომონი აღვნიშნა, რომ მეო, ესე იგი, ახალგაზრდა ვარ, ჭაბუკი ვარ, უასაკო ვარ. და ეს ამოდენა ურიცხვი ხალხიო, რომელიც მე შენ ჩამაბარე, არ ვიციო, არა მაქვს გამოცდილებაო, როგორ უნდა მართო. ისე რომ აი კეთილი და ბოროტი გავარჩიო და სამართლიანად მართო ეს ერიო მეფე. და უფალს მოეწონა მისი სიტყვა და უთხრა, რომ შენო რადგან არ თხოვეო არც სიმდიდრე, არც პატივი, არც ტყვეთა სიმრავლე და ამგვარი სხვა რამ, მოგცემო მაგ სიბრძნესო, გული გონიერი ითხოვა, გული გონიერი მომანიჭე უფალო, სიბრძნე მომანიჭეო. და უფალმა უთხრა, რომ გონიერ გულსაც მოგანიჭებო და არც შენ ცხოვრებაშიო, შენზე არც ბრძენიო და არც შენზე მდიდარი არავინ არ იქნება. და გამოეღვიძა სოლომონს და წავიდა და მსხვერპლი შესწირა, მადლობა უთხრა უფალს. და პირველი ნიშანი იქვე აჩვენა უფალმა, რომ მართლაც ძალიან დიდი სიბრძნე მიანიჭა და რა იყო ეს პირველი ნიშანი. მოვიდა ორი მეძავი ქალი და ამბობენ, რომ ჩვენო ერთ სახლში ვცხოვრობთ და ერთი ამბობს, რომ მეო ვიმშობიარეო და შვილი მყავდაო, 3 დღის შემდეგო ამანაც იმშობიარეო. ჩვენ ერთ-ერთად ცხოვრობდითო და ერთ ღამესო ისო შემთხვევით დააწოვა თავის შვილსო და გაიგუდაო, მოკვდაო მაგისი შვილი. და მერე ღამე ადგავ, შემიცვალაო ბავშვი.
თავის მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინაო და ჩემი თავისთან დააწვინა დილით რა ადექიო ძუძმუნდა მე ჭმია ბავშვისთვისო რო დავაკვირდი აღმოაჩინა რომ ეს ჩემი შვილი არ იყო მეორე ამბობდა არაო ჩემი შვილია ცოცხალია მაგისი არის მკვდარიო მოკლედ ესე დავა ეხლა დღეს იოლია ეს გაარკვიო არსებობს დნმ და სხვა ამგვარი საშუალება მაგრამ მაშინ რა უნდა გაარკვიო და მეფე სოლომონმა ბრძანა მომიტანეთო მახვილი რადგან ერთიც ამბობს ჩემია და მეორე ცოცხალი ბავშვი შუაზე გაჭერითო და ნახევარი მიეცითო და მართლაც დედამიწ იყო არა მეფე ოღონდაც ეგ არ აქნათო და მიეცით მაგას ეგ ბავშვი ოღონდაც ცოცხალი იყოს მეორემ თქვა გაჭერითო არც მაგასო და არც მე და ახლა თქვენც ხო ხვდებით რომელია რომელი სიშვილია და აი ესე აჩვენა და ხალხს შეეშინდა იქ რომ დაინახეს რომ როგორი სიბრძნე ჰქონდა სოლომონს ესეთი ეს ადამიანური არის აი ამითი აჩვენა სოლომონს და რატო მოიყვანეს მაგალითი რომ იქ სადაც მეფე სოლომონმა აირჩია სულიერი მას მიეცა ის ხორცრიალიც ის სიბრძნეც მიეცა ის სიმდიდრეც მიეცა სიბრძნესთან ერთად და ამიტომაც აი საზრუნავები რომელიც ადამიანის გულში ხელს უშლის ღვთის სიტყვას რომ აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოს ჩვენ ვიფიქროთ რომ ჩვენ როდესაც ვირჩევთ სულიერს ჩვენ სულიერსაც ვიღებთ და არც ხორცრიალის გარეშე არ რჩებით მაცხვარი როდესაც უქადაგებდა ადამიანებს შემდეგ მათ სნეულებს განკურნებდა და ბოლოს დააყურებდა და ისე უშვებდა არც სულიერს და არც ხორცრიალს არ ტოვებდა თუმცა იწყებდა სულიერით იგივე როდესაც მართას მარიამის და ლაზარეს სახლში მივიდა მარიამი დაჯდა მაცხოვრის ფეხებთან და ისმენდა მის სიტყვებს მართა ჯავრობდა უფალო შენ არ ზრუნავ რომ ჩემმა და მარტო დამტოვა მსახურებისთვის უთხარი რომ მომეხმაროსო და მართას უთხრა მართა ზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვის ანუ მრავალ რამეზე ზრუნავ აქ ერთი არის გამოსარჩევი ერთი აქვს თავარი და მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია რომელი არასადა მიიღოს მისგან ან რომელიც არ წაერთმევა მას რა იყო კეთილი ნაწილი იჯდა მაცხოვრის ფეხით და ისმენდა მის სიტყვებს საზრუნავით კი არ იყო გართული არამედ მის სიტყვებს ისმენდა და ეს იყო ის კეთილი ნაწილი და ამიტომაც აი როდესაც ადამიანი არჩევანის წინაშე დგება თუ ირჩევს ხორცრიალს ჩვენ არაერთხელ გვინახავს ჩვენ ცხოვრებაში და სხვის ცხოვრებაში ხორცრიალიც დაუკარგავს და ერთ სულიერი ვერ მიუღია მეორე რაც ამ ეკლებში იგულისხმება ეს არის სიმდიდრის საცდური სიმდიდრე არ არის თავად დამღუპელი არამედ სიმდიდრისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება აი მაგალითად სახარებიდან არის ცნობილი რომ ერთ მდიდარ კაცს მოვიდა დიდძალი მოსავალი და ფიქრობდა რა გავაკეთო ახლა სად შევინახო დავარგო ძველ ბეღლებს ავაშენებ უფრო დიდებს თუმცა აქ ჯერ ის არაფერს არ აშავებს ახლა ეს სიტყვაზე ადამიანს სარდაფი აქვს ხო სოფელში და ვაშლი მოვიდა თუ ხალი თუ ფიქრობს რომ თუ ვერ დატევს იმაში რაღაცა სხვა დროსაც თუ ამდენივე მოსავალი უნდა ქონდეს რაღაცა უფრო დიდი უნდა შექმნას სივრცე რომ იქ დააწყოს აბა ხო არ გადაყრის არა აქ კი არ არის პრობლემა აქ კი არ აშავებს კაცმა რო თქვას სად აშავებს როდესაც თავის თავს ეუბნება შევიკრებ ამ ყველაფერს ჩემს დიდ ბეღელში და ვეტყვი ჩემს სულს სულო მრავალი სანოვაგე გაქვს მრავალი წლისთვის ჭამესვი და ბედნიერი იყავი თითქოს აი ამ მატერიალურზე იყოს დამოკიდებული მისი მრავალჟამიერი და ბედნიერი ცხოვრება და უფალმა უთხრა უგუნურო ამ ღამეს შენ სულს წაიყვანენო და ეგ რაც მოიმზადე ვის დარჩებაო და ბოლოს დასკვნის სახით ამბობს უფალი ასე მოვა ყველასო ვინც თავისთვის აგროვებს და უფალში არ მდიდრდებაო უფალში გამდიდრება ნიშნავს რომ ის რაც მოგეცა მარტო შენთვის კი არ მოგეცა არამედ გაიხსენო სხვაც და მასაც გამოაყენო ის შენი სიკეთეები სულიერი თუ მატერიალური და მესამე სასტური რასაც უფალი ამ ეკლებში გულისხმობს ეს არის
ადამიანს უყვარს ამ წუთისოფლის სიამეებით ცხოვრება. ეძებს მხოლოდ თავს შესახცევს, ეძებს რით ისიამოვნოს, ეძებს იმას, რაც უნდა და არა იმას, რაც ჭირდება. ადამიანს როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო, ბევრი რამე უნდა. მაგრამ ამ დროს ჩვენ უნდა გავიხედოთ აქეთ-იქით, რომ სხვას ის მცირეც იქნება არა აქვს, ჩვენ რაღაცა სიამოვნებებზე ვფიქრობთ მარტო. არამედ ადამიანმა უნდა ქრისტიანზე ლაპარაკი, უნდა მომჭირნეთ იცხოვროს. ამ წუთისოფლიდან აიღოს მხოლოდ ის, რაც ჭირდება. რაც არ ჭირდება, არ აიღოს, იმიტომ რაც არ ჭირდება და იღებს და ამას სიამოვნებისთვის და ფუფუნებისთვის და განცხრომისთვის იღებს, იმის გამო მოეკითხება. როგორ ეუბნება მამამთავარი აბრაამი მდიდარი და ლაზარეს იგავიდან. შვილო, გაიხსენეო შენ, ყველა სიკეთე მიიღე უკვე ცხოვრებაში და ლაზარემ არაფერი. ამიტომ შენ აქ იტანჯებიო და ლაზარე კი განსვენებულია. მაგრამ თუ მდიდარი აიღებდა მხოლოდ იმდენს, რამდენიც მას ჭირდებოდა და ლაზარესაც გაიხსენებდა, ეს სიმდიდრე მას არაფერს არ ავნებდა. აი ამაშია საქმე. და როდესაც ადამიანი ფიქრობს მხოლოდ თავის სიამოვნებაზე და ავიწყდება სხვა, ეს ნიშნავს, რომ ბევრ ვალებს იდებს ამ წუთისოფლში. იმას იღებს, რაც არ უნდა აეღო. და აი ეს საცდურები აქვს, ეს დაბრკოლება აქვს ღვთის სიტყვას ადამიანის გულში და უფალი ამბობს, ზოგი დავარდაო, კეთილ ნიადაგზეო, რომელმაც გამოიღო 30, 60 და 100 წილი. ნაყოფი რა არის? ნაყოფი სულისა, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს და ჩამოთვლის იქ მრავალ რამეს. არის სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მოთმინება. და ბოლოს ამბობს, ესე ვითართავთვის არას ძეს რჯული. ამათნაირებისთვის არ არის რჯულია. იმიტომ რომ ესენი რჯულზე მაღლად განან. თავისი ცხოვრების წესით და თავისი შინაგანი ნაყოფებით. ნაყოფი ასევე არის სინანული, როგორც ერთ-ერთ იგავში ამბობს მაცხოვარი. სინანულია ის ნაყოფი, რაც ადამიანმა უნდა გამოიღოს და ის ყანა კიდევ ის მინდორი თავისით არ დამუშავდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაიმედებული მხოლოდ იმით, რომ მოვედით ტაძარში წირვას დავესწარეთ, ბავშვი ვაზიარეთ თუ რაღაცა ქადაგებას მოусმინეთ. მარტო ამით არ უნდა იყოს კაცი დაიმედებული. უნდა ყოველდღიურად თავის გულის ბაღში შრომობდეს. სოფელში რო გავივლით, ესე იგი, ეთყობა ვის ბაღში როგორი ნაშრომია. ვინ როგორ იშრობა, ნაყოფში ჩანს ეს ყველაფერი. კაცი თუ კვირაში ერთხელ ჩადის თავის მინდორში, სხვაგვარი იქნება. თუ ყოველდღიურად ჩადის, სხვაგვარი. თუ თვეში ერთხელ ჩადის, ის კიდე სხვაგვარი და თუ საერთოდ არ ჩადის, ანუ ჩვენ თუ ჩვენს გულში საერთოდ არ ვიხედებით, ის როგორიც იქნება, არასახარბიელოდ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომაც აი ხშირად უნდა ადამიანმა გამოიტანოს იმ გულიდან თუ რამე არ მოსწონს და აღსარების გზით გამოიტანოს და გაემიჯნოს იმ ყველაფერს. ზიარებით უნდა განიწმინდოს ადამიანმა საკუთარი სული. და აი ამ კუთხით რო შევხედოთ, ახლა ჩვენ როგორ ვართ? ჩვენ ბაღში რო შევიდეთ და უამრავი რაღაცა დამტრეული შუშები, ქვები თუ ეკალბარდები იყოს და სხვების ბაღში ვიხედებოდეთ და ვამბობდეთ, რომ აი ის უწესრიგოდ ის ასეა, ის ისეა. ჩვენ სინამდვილეში ასე ვართ. ერთმანეთს განვიკითხავთ, ის ასეთია, ის ისეთია. ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენი ბაღის გამო მოგთხოვენ პასუხს და არა მისი. იმას თავისი სატკივარი აქვს, როგორც არის ნათქვამი, ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო და ყველამ თავის გულს უნდა შეხედოს, როგორი გული გვაქვს ჩვენ. და აი ამ გულს კიდე ყოველდღიურად ჭირდება შრომა. მორწყვა ჭირდება სინანულის ცრემლებით. აღსარება ჭირდება, რომ გამოიტანო იქიდან თუ რამეა. ჭირდება, რომ სათნოებისათვის იშრომო. და როგორ ამბობენ წმინდა მამები, სათნოება განსაცდელის გარეშე სათნოებად არ იწოდება. იმიტომ აი ამბობს უფალი, რომ ნაყოფი გამოიღიან მოთმინებით. ნებისმიერი სათნოება, რაც ჩვენს გულში შეიძლება ჩაინერგოს, შეუძლებელია განსაცდელის გამოვლის გარეშე, რომ ის სათნოება თითლებოს. და იმ განსაცდელს მოთმინება ჭირდება. წმინდა მამები ამბობენ,
სხვადასხვა გარემოება, სხვადასხვა სათნოება ჭირდება, რომ ადამიანი გაუმკლავდეს, მაგრამ ყველას, უკლებლივ ყველას ჭირდება მოთმინება. მოთმინების გარეშე ვერცერთ სათნოებას ადამიანი ვერ მოიხვეც. ამიტომაც უფალი ამბობს, რომ ნაყოფი გამოიღია მოთმინებით. იმიტომ რომ როგორც წმინდა სერაფიმე სარაველი ამბობს, სათნოება მსხალი არ არის, რომ ერთბაშეთ შეჭამო. სათნოება წლები ჭირდება, ოღონდ ისე კი არა, რომ ხან გინდოდეს აკეთო და ხან არ გინდოდეს. უნდა იშრომო, უნდა დაუღალავად, მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა იშრომო, იღვაწო და შედეგს უფლის მადლი მოგანიჭებს. ჩვენზე არის რომ დავთესოთ, რომ მოვრწყოთ, მაგრამ რომ აღმოცენდეს, ეგ უკვე ჩვენზე აღარ არის. ეგ უკვე უფალზეა, რომ მან უნდა აღმოაცენოს. ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ის რომ აღმოცენდეს, ეგ უკვე უფლის მადლზეა დამოკიდებული. ისე რომ ადამიანი ვერც თავს ვერ მოიწონებს, იმიტომ რომ რაღაც სათნოება აქვს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მისი ნაშრომი არ არის. ეს ღვთის მადლით არის მე. და ამიტომ ვერ მოიწონებს თავს და რომ ვერ მოიწონებს, არც ამპარტავნების მიზეზი არ აქვს. თუმცა ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ვიამაყოთ იმით, თუ რამე ღვთის მადლით მოგვიპოვებია. ღმერთმა დალუცილი და გახარებულები გამყოფოთ და ღმერთმა მოგვანიჭოს ყველას ძალა, რომ ჩვენს გულში დათესილება სიტყვამ უხვი ნაყოფი გამოიღოს. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.